მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვილაპარაკო, ამიტომ არ ვიცი რაზე ვილაპარაკო. მოდი ვილაპარაკოთ ქართულ კინოზე. ოღონდ თანამედროვეზე არა, იმიტომ რომ თანამედროვე კაი ყლეობა რაღაცა არის. იმიტომ რომ მე კაი ქართული ფილმი აღარ მინახავს ძმა. მე მანდაინების არ მაქვს ნანახი, ეგ ჩემი ბრალია, ვიცი, სრულიად ჩემი პრობლემა არის, მაგრამ ნუ არ მაქვს ნანახი რა. აუქნა გასაინდება ყარაბაღში მაქვს ნანახი, მაგრამ გასაინდება ყარაბაღშიც არ იყო ეხა. რაღაც სასწაული ფილმი. კაი ფილმი იყო ძმაო, შერეგილები ძმა. სხვისი შვილები ძმა. ცისფერი მთები ძმა. აუ რამდენი კარგი ფილმი გვაქვს და ამდენი კარგი ფილმი როგორ გვაქვს. იდეაში ეხა ანუ თან ის კი არ არის პრობლემა ეს თანამედროვე ფილმებში რომ რაღაც ხარისხი არ უარგათ არა მაგარ ხარისხით იღებენ მაგარი ხარისხით იღებენ მსახიობებიც რაღაცა ანუ შეიძლება ჩაითვალონ კარგ მსახიობებად ვიღაცები არ ბევრნი არიან თან იქესა და საბოლოო ჯამში მაინც ძველი საბჭოთა ფილმები რატო ჯობია მე მაგას ვერ ხვდები რა იმიტომ რომ ანუ შინაარსობრივად ჯობია ბევრად უფრო საინტერესო საყურებელია თუ იუმორისტულია ბევრად უფრო სასაცილო არის ეხა მიმინოზე არ ვლაპარაკობ მიმინო მეზიზღება ძმა იმენა რა და მიმინო არა ხო ბიბელე მაგრამ მართლა აი ისა ფესვები მაგარი ფილმი ხო არის მაგარი ფილმი აჰა ხელები ავწიეთ შერეკილები მაგარი ფილმია მაგარი ფილმია ცისფერი მთები მაგარი ფილმია მაგარი ფილმია სიყვარული ყველას უნდა მაგარი ფილმია მაგარი ფილმია სიყვარული ვენახში მოკითხვა ქალბატონიას არა ეგეც მინოზე კაროჩე სად ვიყავი კაც კიდე რამდენი კაი ქართული ფილმი არის ეხა გამოვშტერდი უცებ არა უძინარ თამზე უძინარ თამზე აი ბიჭო აი ქართული ფილმების პრობლემა რა არის იცი სულ აი ნარკატაზე იღებენ ძველ ბიჭებზე აი მაგ სივრცეში პრობლემებზე აღარ გვინდა ძმაო რა მანახე ერთი ნორმალური ოჯახი საქართველოში არ არის დედამოწმული იმაზე რომ გადაიღოთ ფილმი გავიგეთ რომ ეხა მაგრამ არ გვინდა ხო მაგის ყურება გვინდა რომ რაღაცა აი სიყვარულზე ფილმის ყურება ხომ უნდა შემეძლოს აი ეს რაც ყველა ძალიან გიყვარსები რომ გადაიღეს ეგენც თავის დროზე კაი იყო ეხლა რომ უყურებ დიდი ვერაფერი მაგრამ ნუ პერსონაჟები იმ სერიალში იმდენად კარგად იყვნენ და შეყვარებულები ვიყავით მაგ პერსონაჟებზე და წავა რა იყოს არ არის მელიები ხარ თუ ყველა ანუ აი ერთი ძველი ბიჭი არ არის მაგ იმაში ანუ ხო შესაძლებელი ყოფილა რომ მაგის გარეშეც გადავიყოთ რაღაცა ფილმი ანუ ქუჩა და ყველა ფილმს ხო ეგრე ერქვა რა ქუჩის დღეები ქუჩის ღამეები ქუჩის შუა დღე ქუჩის ეს გამოკითხვა არ ვინი მოიტყნა რა მართლა მე ეგრე მგონია პროსტა არ და ძალიან ბევრი პოტენციურად მაგარი რეჟისორი ყავს მე ეხა სიმართლე რომ გითხრათ ან ნახეთ მე რო ფილმს უყურებ ფილმი თუ მომწონს მაგარია სო ეხა ვინ გადაიღო ოპერატორი ვინ იყო ვისი საუნდტრეკებია მე ეგენი არ მაინტერესებს მართლა რა აი აქ ვიცი ვისი საუნდტრეკები ადებს რომელიღაცა ფილმებს ეგეც ენიო მორიკონესი ვიცი იმიტომ რომ რა ვიცი სულ იგებდა ხოლმე მე მგონი ოსკარს ხო და ანუ ქართულში ხო ვაფშე ელდარ სენგელაიასი ვიცი 1 2 3 4 5 ფილმი всё რა დალში 100-ზე არა ვარ ვისი გადაღებულია რა გადაიღო რატო გადაიღო ვინ გადაიღო აი მე არა ძმა ანუ საინტერესო ის აღარა გვაქვს ანუ თქვენ მაგას იძახით რომ 90-იანებში რაზეც ვიღებდით ფილმებს ისევ იმაზე უნდა გადავიღოთ და ისევ იგივე რეალობა დგას ქვეყანაში და შეიძლება კი დგას მაგრამ ნუ ბიჭო ნუ მანახებ მაინც რა მე თვითონაც ხო ვიცი დგას თუ არა ბლედ რაღაცა მანახე მართლა რა რაღაცა სულ ერთეგვე ისენი წამოსაპარად მიდიან გერმანიაში მე იქ იჭერენ გავიღალეთ რაღაცა აი ანიმაცია გადაიღეთ ან რაღაცა კენ ანიმაციაც რო გადაიღონ ვიღაცას დაჭერის ძმა ხო ვიცი ერთი ფილმი არა გაქვთ ისეთი რომ აი ფილმად რაღაც სიყვარულზე აი ფილმი არ ვიცი მე თანამედროვე ქართული კარგი ფილმი აი სიყვარულზე რო იყოს და ვახ რა კაი ფილმი იყო თქო ფილმის ბოლოს რო თქო მე კაროჩე
ახალ გამოგზავნებზე მაგარი გაღიზიანებული ვარ ხოლმე და აი ეგეთ თემებზე რომ მივარდება საკითხი, მაგრამ ერხება ზო. ვენომი გადაიღეთ. აი გადაიღეთ ვენომი, ხო მაგარი როჟები ხართ. მე ჯერ ვენომი გადაიღეთ. ვენომზე შავი და ისა რადგინდათ მე მაგაზე შავი არაფერი არ ვიცი. მე კალდუნა უფრო შავია ვიდრე ვენომი უფრო შავი არის. გარეკილი მაგ. როგორ მიყვარს ეს დღეები გარეკილი რომ აქ. მართლა ძმაო. აი მართლა. რა სიგიჟე არის, რომ აი სულ ერთი და იგივე და სულ ერთი და იგივე და სულ ერთი და იგივე და სულ ერთი და იგივე. აღარ გვინდა ძმაო. ვა. ანუ ბოდიში ველე. აუ გამომედო. თქვენ თუ გინდათ ეგეთი ფილმების ყურება ძმაო, რამე ის შტაბი გააკეთეთ უბანში. შედით და უყურეთ იქა. ჩვენ რაღაცა ისეთი გადაგვიერეთ, რომ საყურებლად ღირდეს. ძველი ფილმები არა და რა კაი იყო. ისიც კი კაი იყო. რა ქვია რომ ღერიან? რა ქვია რომ ღერიან? ბლე. ნანენოцели, ცნობის ბურცელი, ძველი ამბების დასტა. ვიღაცა შეშამოუპარი. აი ეგა რა ქვია მაგას? სახელები არ მახსოვს და ეხა მაგაზე არ დამაჯოს. არავინ თუ შეიძლება რა ანუ ფილმები არ იყო არასდროს ჩემი ინტერესის სფერო იყო წიგნებს კითხულობდი ძმაო. ეხა ჯემალ ქარჩხაძის იგი არ შემეშლება ძმაო და არც ისე. კაროჩი. მაგრამ ქართველი მწერლებით დიდად ეხა თანამედროვეობაში რა რაღაცა ვინმე ყავდეს არა. ლაშა ბუღაძე არ და ეგეთ ტელევიზორიდან უფრო ვიცი ვიდრე წიგნებით ძმაო. გოჩა მანუელზე მარტო იმიტომ ვიცი რომ გლები დაწერა. და ეგ მგლებიც ძველ ბიჭებზე არის ძმაო. აი წიგნებშიც ძველი ბიჭები ძმაო. კიდე აი რა ვინმე მწერალი ყავს ვაფშე ეხლა ლაშა მაზანაშვილი არის ყველა ტოპ მწერალი მე მგონი ეხლა თანამედროვეობაში საქართველოს. მე რეპერებს ჩავთვლი პოეტებად, იმიტომ რომ რეპერები აი ფულა იმენა პოეტია ძმაო. ეგ არის კაცი აბა. აბა ის არის გოჩა მანუელიძე. არა წაკითხული მაქვს მე მგლები აი რა წიგნია რა აი. ბიჭო აი. ყველა რეალობაში რომ ცხოვრობ მე. მე რასაც ხედავ ყოველდღიურად გარეთ. აი დრამა, აი ადამიანების ემოციებით ხო ჯდება რომ დრამა, მელოდრამა, რაღაც კომედია, ფანტასტიკა გარეთ ხო არ შემხვდება. აი რაღაცა უცხოპლანეტელები მოვიდნენ და რაღაცა მამიდასთან მივიდნენ იქა ბორდელში და აბა ნაშები სად არის. ანუ ეგეთი ფილმების ყურება მინდა. მე მქონდა ეგეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღების მუღამი რა. ეს მოკლემეტრაჟიანები საქართველოში რაც ვიღებთ ეგენიც გოიმობა არის. ისა რა. მაგრამ რომელიღაც ფილმი იყო 8 წუთიანი იყო და ძალიან თესლი იყო, არ მახსოვს რა ერქვა. არა ნუ ის კაი ფილმი იყო. კაი, კაუჩე, ეხა ისიათად გვივარდება რა, ეხა ყარაულის თოფსაც უვარდებაოთ როგორც არის. ხო და მე მქონდა ეგეთი იდეა რა, ფილმის გადაღების. ბიჭო, მაინც ვერ გავიხსენე ის ცნობისაბმების დასტა. რა ერქვა მაგ ფილმს? ყველა სახელი მახსოვს, ვინც თამაშობს მე მგონი. გივი სიხარულიძე რო ისა ბავშვებს რო ასწავლის იმას. ბალეტს. გივი კი არა და კახი კავსაზე რა, ვაიმე მერტმა დამიფაროს კი არა და ბოდიში ბატონო კახი. ვაიმე რა გივი სიხარულიძე. რაღაცა ძალიან დაცხა რა, ჩემი აზრით. ეს რა ვთქვი, იმედი აქამდე არავინ არ ყველამ გათიშეთ იმედიო ვიდეო და იმედი არ დაგაინტერესეთ, იმიტომ რომ დებილივ თუ ლაპარაკობ დილიდან. ხო და სად ვიყავი ახლა მე? სად ვიყავი? დამავიწყდა. ყველაფერი მოვიწყდება კარგი. მაგრამ ხო, როგორი ფილმების გადაღება მინდა და იცი? მატარებელშია ხდება სიტუაცია და პერსონაჟებს ვიცნობთ რა, 6 პერსონაჟია და ამ 6 პერსონაჟის ბექსტორი უნდა გავიგოთ რა, ანუ საიდან მოვიდა და რა ხდება და რატოზის აქ რა, ამ მატარებელში და ეს 6-ვეს ბექსტორის რო გავიგებთ, მოხდება ავარია. და აქ ხო ადამიანებს უნდა შეექმნათ წარმოდგენა, რომ ეს 6 ადამიანი გადარჩება. არა, 6 უნდა მოკვდეს და მორჩეს ფილმი. აი, ეგეთი გენიალური იდეა მაქვს. ხო რა, იმიტომ ახლა ყველა
ამერიკულ, ქართულ, ინგლისურ, რა ვიცი, ყველა ფილმში ეგრე არის, რომ ვიღაც მთავარ როლში რომ წარმოგვაჩენენ და რომ გვანახებენ, მე ის არ ყვდება არასდროს, იმე აფერი იმას არ მოსდის დედა მოწონა, უძლეველი არის, გორილად იქცევა და რაღაც ყლებებს აკეთებს და მოკდეს რა. სხვა თუ ყვდება ეს ვინჩემი ყლე, მოკდეს ეს. და ისინი მოკდნენ და ვაფშე სხვა ტიმზე გაგრძელდეს, დაჟე ანუ თუ მანდ არ გინდათ რომ მორჩეს, სხვა ტიმზე გაგრძელდეს. ანუ ვაფშე სხვა ფილმი დაიწყოს მაგის მე ეგრევე. ეგ უფრო ძერს კი არის 15 ეგეთი ფილმი უნდა გადაიღო 10 წუთიანი და 150 წუთი კი არის 2 საათნახევარი და ნახო ეგრევე. აუ რა, კაი იდეები მომდის ბიჭო და სადა ბიჭო, სადა კამერები მაჩუქეთ. იმედია 4 სექტემბრის და 7 სექტემბრის ბილეთები ნაყიდი გაქვთ ყველას. იმედია საქართველოს გვერდში ვიდგებით, იმედია საქართველოს თამაში არ შევარდებით და მე თურქებს არ ვაგინებთ და ბულგარელებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრის. ხო, და დაჩე პოხუი. ძველი ამბების დასტა. მაგრამ მაინც ვერ ხვდები რა ფილმებსაც თუ არ იღებენ. ხო არიან კაი რეჟისორები. ეს კაი რეჟისორები დროს რაში კარგავენ. ანუ სპექტაკლებს ოდგავენ, სპექტაკლი გასაგებია, ხო, მაგრამ ვისაც თეატრი არ გვიყვარს, რა ვქნათ? ანუ თეატრი საინტერესო იყო ჩემთვის ბავშვობაში, მაგრამ ეხლა როგორ უნდა ვთქვა, რომ თეატრი ფილმს მირჩევნია, არ ვიცი, იმიტომ რომ ფილმი უფრო კარგია საყურებლად, ჩემი აზრით. ფილმი უფრო კომფორტული თარბაში შეიძლება ნახო. ეს თეატრში ჯდომა და ჩუმად ყოფნა, ანუ გვერდზე რო ვიღაცასთან ერთად რო უყურებ ფილმში რაღაცა მოხდება, ნახე რა ყლებობა თქვა, ეგეც არ შემიძლია იქ რო ვქნა რა. იმიტომ რომ იტყდება, ვიღაცამ რო გაიგოს, მაგრად ეხავს და მაგით არ მიყვარს თეატრი. რო ანუ ემოციებს ვერ გამოვხატავ იქ რა. თუ ყველა გაიცინოს, მე მაქვს უფლება როგორც გავიცინო, მაგრამ ერთხელ მანსანკანი ჩავშალე ამის იმაში. რაღაც დებილი ხუმრობა იყო. არა ბიჭო, მაგარი ხუმრობა იყო. ეს ვიღაც სვანი პერსონაჟი იყო მანსანკანზე და შემოდიოდა და ვაუ, საღოლო ახტან გორგასალს რა, მაგრამ მოუხოდია თბილისიო. და აი მაგ ხუმრობაზე რომ დავიწყე სიცილი, თან ყროყინებდი, მაშინ განსაკუთრებით ყროყინებდი, ანუ ვიღაცებს კი გონიათ რომ ეს ვერ ვაკეთებ ესე. ეგ სიცილი გამოგონილია და არ არსებობდა, არა ძმაო, იმენა. სულ ეგრე ვიცინოდი ჩემს სამწუხაროდ. პირიქით ეხლა ვცდილობ რომ მაგას გადავეჩვიო რა, რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან არ გავიცინო და ეხლა მაგაზე ვარ რა. მაგრამ ქართული ფილმები ბიჭო გადაიღეთ ნორმალურად დავიყალეთ. ვინც რამე აზრი და დასკვნა გამოიტანეთ ამ ვიდეოდან, აი მალადეთ თქვენ. აი თქვენ ყოფილხართ ხალხიც, მე თომ ვერ გავიგე რაზე ვილაპარაკე. ვაფშე აზე არა ვარ სადა ვარ. ასე არა ვარ სადა ვარ. გახსოვთ ეგ რეკლამა, აუ ეგ რეკლამა რა, მაგრამ მე მასეოდა ტიხარი 8 თუ 8-11. ძალიან მაგრები იყო ის. აპტეკი და წამოვედი, პატარა ბავშვი ლაპარაკობდა. ეგ იყო რომელიღაც გამოფენის რეკლამა იყო თან. და აი ეგეც კი კინემატოგრაფიულად უკეთესი იყო ფილმად, ვიდრე ეხა რაღაცა ფილმებს რო ვიღებთ ქართველები. ხო და რამე ახალი ფილმი ხო არ არის გადაღებული და ხო არ მომწონს და ხო არ მავიწყდება, მაგას ვფიქრობ რამდენი ხანია. ვერის უბნის მელოდიები, ბლეად, გავიხსენ, მაინც გავიხსენ, ვერის უბნის მელოდიები. ეგ გენიც ძალიან მაგარი იყო. ეგ ფილმიც ძალიან მაგარი იყო. ძალიან რო კახკავსაძე გივის ღავლიძე შევადარი, პატრონ კახი ძალიან დიდი ბოდიში. აი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხო ხდებით რა. უძებ წამომაყვირა რა, ჩემი ბრალია ხა. კიდე რაღაც ფილმები როგორ არ არის, კაი. მაგრამ არ არის. აი არ არის. სისპერნთები არის ტოპი. გავიგეთ. მართლა, აი გავიგეთ, რომ ყველა შუტკა მაგარია. ყველა შუტკა იმენა მაგდროინდელი საქართველოს, აი ეგაა პრობლემა პროსტა. რაღაც 70 წლის წინანდელ ფილმს რო უყურებ და იქ რა პრობლემებზე ზღადაობენ, ახლაც იგივე პრობლემები როგორ, კაიგაა პრობლემა, თორე მეტი კი არაფერი ვაფშე. კაიტანეთ გაწვეს გრენლანდია. კაიტანეთ გაწვეს გრენლანდია. არჩი. კი. ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურეთ. ვინც რამე აზრი გამოიტანეთ, უფრო დიდი მადლობა. უფრო დიდი მადლობა კი არა გაესინჯეთ, ძმაო.
ვინც ახლა ჩემი ლაპარაკიდან რამე აზრი გამოიტანეთ, ყველანი გაესინჯეთ. ყოველ შემთხვევაში რა მაინც ახლა ფსიქოლოგიური პრობლემა ისეთია, როდის რაღაცა გამოჩნდება, ეგრე ვერ გაიგებ. ხო, მაგ მომენტში ჯობია რომ გაესინჯოთ რა. მე გავესინჯებოდი თქვენს ადგილას რა ვიყო. მაგრამ უი, დეჟავუზე მითხრა რომ სანდრომ გადაიღო, სანდრექსამ გადაიღო ერთი ვიდეო და დეჟავუზე რა უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი რა ის ვაფშე. ვილაპარაკებ და შევეცდები რა. გავიხსენებ რაღაც მომენტებს ჩემი ცხოვრებიდან, დეჟავუ სადაც მქონდა და იმის მიხედვით. ხო, ეხლა შემთხვევით ბევრი არ ვილაპარაკო, იმ დღეს TikTok-ზე უნდა გადავიღო თქო, ხვალ თქო და TikTok-ზე ვილაპარაკე იმ ვიდეოში, სადაც ვიზახდი რომ ხვალ უნდა გადავიღო TikTok-ზე თქო და მე TikTok-ზე რო გადავიღე, იქ ვეღარ ვილაპარაკე და ცხელა. ვიყავართ. ახლა მე თვითონსკენ